სამფე ანდრიამ ერთი ასეთი სიტყვა თქვა ადრე, რომ აიო ჩვენ რა უნდა გავუკეთოთ ჩვენ სამშობლოსო და ყველამ თავისი საქმეო, თავის ადგილზე რო კეთილსინდისიერად აკეთოსო, ეს იქნება რომ შენ სამშობლოს გამოადგები. აი ეს არის. მე ვეუბნები ამ ბოლო საუბარზეც ქონდა ბავშვებთან რომ შენ მხატვარი ხარ თუ ხელოვანი, სხვა მეცნიერი ხარ თუ სპორტსმენი ხარ თუ სასულიერო პირი, შენ სხვას კი არ უნდა შეხედო, აი მე სასულიერო პირმა სხვას კი არ უნდა შევხედო, ის ცუდად აკეთებს. მე უნდა ჩემ თავს შევხედო, მე როგორ ვადგები ჩემს სამშობლოს, ჩემს საქმეს როგორ ვაკეთებ პატიოსნად. შენს თუ ასე იფიქრებს და ის სხვაც ასე იფიქრებს, უკვე ეშველება. არავის თავზე დგომა რო არ უნდა რომ თავის საქმეს სწორად აკეთოს. ეხლა ერთი წუთით ეგეთი რამე ხო არ მოხდება, მაგრამ ერთი წუთით რო წარმოვიდგინოთ, რომ არავის თავზე დგომა არ უნდა და ყველა ისე აკეთებს, როგორც მოციქული პავლე ამბობს, რომ აი რასაც არ უნდა აკეთებდეთო, გულით აკეთეთო, არა როგორც ადამიანისაო, არამედ როგორც ღვთისაო. განმართლაც რა ყველაფერი ღვთისა არ არის, დავით მოსალმონე რო ამბობს, უფლისა არის ქვეყანა და სავსება მისი, სოფელი და ყოველი დამკვიდრებული მაშინა. ყველაფერი მისია. შენ შეიძლება ვიღაცამ დაგიქირავო, რომ სახლში რაღაც გაგაკეთებინოს, მაგრამ ის სახლის და მისი პატრონის განა ღვთისა არ არის და გააკეთე ისე როგორც ღმერთისა და თუ პატრონი ვერ გხედავს, ღმერთი ხო ყველგან გხედავს. და არავის თავზე დგომა რო არ უნდა და ეგრე რო თავის საქმეს გააკეთებს, ეხლა წარმოიდგინეთ ჩვენ ქვეყანას როგორ ეშველება. ამინ. და განა არ იქნება ეს სამშობლოს ერთგულება. რა თქმა უნდა.